2016 წელი დასასრულს უახლოვდება, ის ძალიან ბევრი მოვლენით იყო დასამახსოვრებელი როგორც ცუდით, ისევე კარგით. გამორჩეული იყო განვლილი 12 თვე ქართველი სპორტსმენების წარმატებებით. საუკეთესოთა შედეგებს კიდევ ერთხელ დღეს მიხეილ ნიკოლეიშვილი შეგვახსენებს. არსებობს კადრები, რომლებიც მეხსიერებაში მუდმივად რჩება. სწორედ ასეთი იქნება 16 აგვისტოს რიოს სალვადორ ალენდეს პროსპექტზე მდებარე ძალოსნობის დარბაზში გადაღებული ისტორიული მომენტი. ისტორიული არა მხოლოდ ქართველებისთვის, ეს სპორტის ისტორიაა. 22 წლის საჩხერელმა ლაშა ტალახაძემ აკვრაში 258 კილოგრამი დაძლია. ჯამში 473 კილოგრამი მოაგროვა და მსოფლიოს რეკორდსთან და ოლიმპიურ ოქროსთან ერთად პლანეტის უძლიერესი ადამიანის ტიტულიც მოიპოვა. იმავე დღეს ბრინჯაოს მედლით კვარცხლბეკზე მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ირაკლი თურმანიძეც ავიდა. 3 დღის შემდეგ იმავე რიოში საქართველოს ჰიმნი ისევ გაჟღერდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლონდონში ნაჩვენების შედეგი კარიოკა არენაზე გააუმჯობესა და 4 წლის წინანდელ ვერცხლს ოქროც მიუმატა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ოლიმპიური თამაშებიდან ასევე მედლით ოღონდ ბრინჯაოსი ჩამოვიდა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი. კიდევ ერთი ბრინჯაო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა. უმედლოდ რიო დე ჟანეიროდან არც ძიუდოისტები დაბრუნებულან. ვარლამ ლიპარტელიანის ბრწყინვალე სვლა ფინალამდე, თუმცა შემდეგ დასანანი მარცხი და საბოლოოდ ვერცხლის მედალი. ლონდონის თამაშების ტრიუმფატორმა ლაშა შავდათუაშვილმა კი საკუთარ მონაგარს ოლიმპიური ბრინჯაო ჩემატა. რიოში ქართველთა წარმატება ამით არ დასრულებულა. მალევე პარაოლიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად კვარცხლბეკზე და თანაც უმაღლეს საფეხურზე 90 კილოგრამში მოასპარეზე პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ავიდა. ქართველი ძიუდოისტები ტრადიციულად ახარებენ გულშემატკივარს სხვადასხვა ტურნირებზეც. მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც ირაკლი უზნაძის შეგირდებმა ინდივიდუალურში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს. გუნდურში კი საუკეთესოს ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვეს. აქვე იყო კიდევ 1 ვერცხლის მედალი და ესეც ისტორიული. ესტერ სტამი საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ამ დონის ტურნირებზე მედალი მოიპოვა. 2016 წელი ძიუდოისტების კიდევ ერთი წარმატებით, ისევ რუსეთში დასრულდა. გროზნოში ჩატარებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში ჩემპიონი საგარეჯო გახდა. მესამე ადგილზე კი კიდევ ერთი ქართული კლუბი მებრძოლი გავიდა. ძიუდოისტებს არც მოჭიდავეები ჩამორჩნენ. რიგაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, ასევე ისტორიაში პირველად გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო გახდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. რევაზ მინდორაშვილის გუნდის წევრებმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესოები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ასევე 3-ვე სინჯის მედალი მოიპოვა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ოქროს მედალს ზურაბ დათუნაშვილი დაეუფლა. ვერცხლი რობერტ ქობლიაშვილს, ხოლო ბრინჯაო შმაგი ბოლქვაძეს ერგო. რა გაიყოფილა, სხვა დროსაც მოვიგო. ინდივიდუალური სახეობებიდან 2016 წელი ასევე გამოსარჩევია ჩოგბურთში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში A-ტიპის ტურნირის ფინალში ქართველი სპორტსმენი პირველად მოხვდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის ქალაქ კიცბუელში გამართულ 250.000-იან ტურნირზე საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს პირველი ჩოგანი ფინალში მეოთხე ნომრად განთესილ იტალიელ პაულო ლორენცისთან დამარცხდა. გუნდური სახეობებიდან მიმდინარე წელი წარმატებული გამოდგა წყალბურთელთა ნაკრებისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშა. ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობაზე ქართველი წყალბურთელები ჯგუფში 3-ვე მარცხის შემდეგ მე-9-მე-16 ადგილებისათვის ბრძოლაში გადაერთნენ, სადაც ჯერ 1 ბურთით ჰოლანდიასთან დამარცხნენ. შემდეგ ასევე 1 ბურთით 12-11 თურქეთს ზლიეს. საბოლოოდ კი მე-13 ადგილისთვის შეხვედრა სლოვაკეთთან მინიმალური სხვაობით 9-10 დათმეს და მე-14 ადგილს დასჯერდნენ. ჯერ ვერ დავიწყებული ძველი განმეორდა ქართულ ფეხბურთში. კლუბები ევროტურნირებს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ. ნაკრები კი სტაჟიან გულშემატკივრებში დეჟავიუს იწვევს. ახალი მთავარი მწვრთნელი, ხმაურიანი გამარჯვება ესპანეთთან. იმედების შესარჩევი ციკლის წინ. ტრადიციული კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ ავსტრიასთან და ირლანდიასთან მატჩების შემდეგ. გარეთ ბეილისა და მისი არანაკლებ ვარსკვლავი თანაგუნდელებისთვის წართმეული ქულა კარდიფში და მოლდაველი ალექსანდრუ გატკანის მიერ თბილისში 1 დარტყმით დამსხვრეული ოცნებები მსოფლიოს ჩემპიონატზე.
2016 კარგად დაიწყო მორაგბეებისთვის. მე-9 და აქედან ზედიზედ მე-6-ად მოგებული 1000 ეროვნული ნაკრებისგან. ამას მოყვა წაუგებლად დასრულებული ზაფხულის ტესტები კუნძულელებთან, ფრე-სამოასთან და გამარჯვებები ფიჯისა და ტონგასთან. სამწუხაროდ, წელიწადს ასეთივე დასასრული არ ჰქონდა. მარცხი თბილისში იაპონიასთან, 4-ქულიანი საშინაო გამარჯვება სამოასთან და დიდი ანგარიშით წაგება ტოპ 10-ის წარმომადგენელ შოტლანდიასთან. ყველაზე წარმატებული გუნდი კი წელს კალათბურთის ნაკრები იყო. ახალი მთავარი მწვრთნელის ბერძენი ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს. იყო საოცარი გამარჯვება მონტენეგროში და ზედიზედ მე-4-ით მოპოვებული საგზური ევრობასკეტზე. კენჭისყრის შედეგად მომავალ წელს ისრაელში გასამართ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძლებთან ერთად იტალია, გერმანია, ლიტვა და უკრაინა გვერგო. ანუ ქვეჯგუფი, რომლიდანაც გასვლის რეალური შანსი არსებობს. ნაკრების არა, მაგრამ მთლიანად ქართული კალათბურთის გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს ზაზა ფაჩულია. ზაფხულში კაპიტანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მთავარ ფავორიტში, ვარსკვლავურ Golden State Warriors-ში გადავიდა და ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია. ზაზას თავის გუნდთან ერთად NBA-ის მოგების დიდი შანსი აქვს. ეს კი შესაძლოა კიდევ ერთი უდიდესი ისტორიის დასაწყისი იყოს, რომელზეც მომავალი წლიდან ვისაუბრებთ.